სოფლიო ჩემპიონატი მხოლოდ ფეხბურთი არასდროს ყოფილა. მას ძალიან ბევრი ტრაგედია, სკანდალი და ტკივილი ახსოვს. ბრაზილია 1950 წელი, როცა ფანებს წაგების შემდეგ პირდაპირ მნიშვნელობით გული უჩერდებოდათ. ფეხბურთელი ავტოგოლის გამო საკუთარ ქვეყანაში მოკლეს. ბეკენბაუერის მოტეხილი ხელით თამაში, კრუიფის ოჯახზე მუქარა, რის შედეგადაც ფინალი ვერ ითამაშა. არგენტინის რეჟიმი, სტადიონიდან 1 კილომეტრში ბანაკები, სადაც ხალხს სასტიკად აწამებდნენ. და დღეს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი. ბევრს გონია რომ ფეხბურთი პოლიტიკურ შოუდ იქცა. მესიზე და არგენტინაზე სკანდალები და ეს ყველაფერი რეალური ფაქტებია და არა რაღაც მეტაფორა. მოგესალმებით მეგობრებო, მე მარლი ვარ. თუ გაინტერესებთ რატო ბრაზილია, ეს კაცი იყო პირველი, ვის თამაშიც ნახე ტელევიზორში და ბრაზილიის დროშას სადაც ხედავ ყველა სპორტში, აი ყველას გულშემატკივრობ რა. ხო კომენტარებში შეგიძლიათ არიხმუროთ, წერს არ ველოდი ამათგან ბევრს. ამიტომ მე ჩვეულებრივად გადავიტანე ეგ ამბავი. დღევანდელ ვიდეოში ძალიან გიჟურ თემებზე მინდა გესაუბროთ. ყველა მსოფლიო ჩემპიონატზე იმდენი შეთქმულება და სკანდალი მომხდარა, რომ ბევრი ძალიან გასაოცარია, შეიძლება საერთოდ არ იცოდეთ, ან იცოდეთ და არ გახსოვდეთ, ამიტომ ჩაუჯექით. ამ ვიდეოში მსოფლიო ჩემპიონატზე როგორც მხოლოდ ფეხბურთზე, ისე არ ვისაუბრებ. დაგანახებთ მის ბნელ ხარეს, ყველა ტრაგედიას, ძალადობას, სისხლს, დიქტატურას და ასე შემდეგ. დავიწყოთ 1904 წელი. პარიზში შეიქმნა FIFA. იმ დროს ფეხბურთი ძალიან პოპულარული იყო, მაგრამ ქვეყნები მხოლოდ ოლიმპიადაზე ეთამაშებოდნენ ერთმანეთს. ანუ რომელი ქვეყანაც ოლიმპიადაზე მოიგებდა, ის მიიჩნეოდა მსოფლიო ჩემპიონად. ასე გრძელდებოდა სადღაც 20 წელზე მეტი. სანამ 1928 წელს FIFA-ს პრეზიდენტ ჟიულ რიმეს ოქროს იდეა დაებადა, რამაც ფეხბურთის სამუდამოდ შეცვალა. მან დაინახა თუ რამდენად სწრაფად იზრდებოდა ფეხბურთის პოპულარულობა და რამდენად წარმატებული იყო ოლიმპიადაც. ამიტომ თქვა ისტორიული ფრაზა. მოდი ფეხბურთს საკუთარი მსოფლიო ჩემპიონატი შევქმნათო. სულ 2 წელიწადში იდეა რეალობად აქციეს და 1930 წელს მოგეხსენებათ დაიხოსდა პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის მასპინძელი ურუგვაი გახდა. რადგან ისინი მოქმედ ჩემპიონებად ითვლებოდნენ, ოლიმპიადაც მათ ჰქონდათ მოგებული, ასევე დამოუკიდებლობის 100 წლის თავს აღნიშნავდნენ და FIFA-ს ყველა ხარჯის დაფარვას თავად დაჰპირდნენ. ფაქტობრივად თუ ურუგვაი ფულს არ გადაიხდიდა, იმ წელს მსოფლიო ჩემპიონატი არ დაიწყებოდა. ტურნირის ადგილმდებარეობამ მაშინ ევროპულ გუნდებს ძალიან დიდი პრობლემა შეუქმნა. იმ დროს თვითმფრინავით მოგზაურობა პრაქტიკულად არ არსებობდა. ევროპიდან სამხრეთ ამერიკაში გემით 2-3 კვირა უნდა გემგზავრო, რომ ჩასულიყო. ევროპული გუნდები უბრალოდ განრისხდნენ, ბევრმა გამოტოვა პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, ხოლო 4 გუნდი ჩავიდა ურუგვაიში. და პირველი სასაცილო სკანდალი ფინალში ზუსტად ამ წელს მოხდა. არგენტინა და ურუგვაი ორივე საკუთარ ბურთს ითხოვდა. ანუ ორივეს უნდოდა რომ ფინალი თავისი ბურთით ეთამაშათ. და გადაწყვიტეს ესეთი რაღაც. პირველი ტაიმი არგენტინის ბურთით ჩატარდა, მეორე ტაიმი ურუგვაის ბურთით. პირველ ტაიმში არგენტინა 2-1 იგებდა, მეორე ტაიმში ურუგვაიმ შემოატრიალა. ამ შემთხვევის შემდეგ ამბობდნენ ბურთი შეცვალეთ და მაგიტო მოიგეთო. ფინალის წინ დაძაბულობა იმდენად დიდი იყო, რომ სტადიონზე ასობით პოლიციელი და ჯარისკაცი იყო მობილიზებული. ზოგი გულშემატკივარი სტადიონზე იარაღით შესვლასაც კი ანუ იმდენად სერიოზული იყო სიტუაცია, რომ საჯი ჯონ ლანგენუსი მატჩის ჩატარებაზე მხოლოდ ერთი პირობით დათანხმდა. თამაშის დასრულების შემდეგ ნავსადგურში გემი მზად უნდა ყოფილიყო, რადგან საჭიროების შემთხვევაში ქვეყანა დაუყოვნებლივ დაეტოვებინა. აქ ურუგვაის გადაეცა პირველი ორიგინალი თასი, რომელიც იმ თასისგან განსხვავდებოდა, რასაც დღეს ვიცნობთ. წარმოიდგინეთ, პირველი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გუნდები ბურთის გამო კამათობდნენ, საჯიში სიკვდილის მუქარებს იღებდა და მატჩის შემდეგ გაქცევისთვის გემი ელოდებოდა. ასეთი ქაოსური იყო პირველი მსოფლიო ჩემპიონატი. მაგრამ ეს ქაოსი ზღვაში წვეთია, წინ იმდენი ტრაგედია და შეთქმულებები გელოდებათ. ფეხბურთის გამო კაცის მკვლელობა და მსოფლიო ჩემპიონატის მომავალი, რომელიც 2026 წლიდან სამუდამოდ შეიცვლება. ხო, შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატი იტალიაში უნდა გამართულიყო, რადგან ევროპული ქვეყნების მიმართ სამართლიან გადაწყვეტილებად მიიჩნეოდა. FIFA-ს უკვე ჰქონდა იდეა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მონაცვლეობით უნდა ჩატარებულიყო სამხრეთ ამერიკაში და ევროპაში. ამ ტურნირის მიმართ ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ პირველად სწორედ აქ გახდა საკვალიფიკაციო ეტაპის ჩატარება საჭირო. შედეგად ფინალში 16 გუნდი გავიდა და ეს ფორმატი გამოიყენებოდა სწორედ 1982 წლამდე. თუმცა ჩემპიონატის დაწყებამდე პირველი სკანდალი მოხდა. მსოფლიო ჩემპიონი ურუგვაი უკმაყოფილო იყო იმით, რომ პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე ევროპული გუნდების უმეტესობა არ ჩავიდა. ამიტომ ურუგვაიმ საპასუხო ნაბიჯი გადადგა. დღემდე ეს ერთადერთი შემთხვევაა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, როდესაც მოქმედი ჩემპიონი მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე არ თამაშობს. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. ხო, იმ დროს იტალიას ბენიტო მუსოლინი მართავდა. მისთვის ფეხბურთი უბრალოდ მსოფლიო ჩემპიონატი არ ყოფილა. ეს იყო შესაძლებლობა მთელი მსოფლიოსთვის ეჩვენებინა ფაშისტური იტალიის ძალა და პრესტიჟი. სწორედ ამიტომ 1934 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე პოლიტიზებულ ტურნირად ითვლება. მაგალითად, იტალია-ესპანეთის მატჩი, სადაც ყველა მიიჩნევდა, რომ საჯის გადაწყვეტილებები
ტიტულები იტალიის სასარგებლოდ იქნა მიღებული. მსგავსი ეჭვებიც გაჩნდა ნახევარფინალში, სადაც იტალიამ იმ პერიოდისთვის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი ავსტრიის უნდერთიმი დაამარცხა. ჟურნალისტები მთელი მედია მწვავედ აკრიტიკებდა იტალიას. ამ წელს ეგვიპტე იყო პირველი აფრიკული გუნდი, რომელმაც ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე. იტალია ჩეხოსლოვაკიას შორის ფინალშიც ბევრი კითხვები იყო. მოიგო იტალიამ მსოფლიო ჩემპიონატი მხოლოდ ფეხბურთით, თუ მუსოლინის გავლენამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. შემდეგი მსოფლიო ჩემპიონატი 38 წელს ევროპაში ჩატარდა საფრანგეთში და ამის გამო არგენტინამ და ურუგვაიმ ისევ ტურნირის ბოიკოტი გამოუცხადეს. ანუ FIFA-ს იდეა იყო, რომ მონაცვლეობის მოჩადარებულიყო ტურნირი. ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე მოხდა ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მოვლენა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში. ავსტრიამ წარმატებით გაიარა საკვალიფიკაციო ეტაპი, მოხვდა მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ 38 წელს ნაცისტურმა გერმანიამ ავსტრია შეიერთა. შედეგად მსოფლიო ჩემპიონატზე გასული ავსტრიის ნაკრები უბრალოდ გაქრა. ზოგი ფეხბურთელი გერმანიის ნაკრებში გადაიყვანეს, ზოგმა საერთოდ უარი თქვა. წარმოიდგინეთ გუნდი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე გასულია, მაგრამ ტურნირის დაწყებამდე რუკიდან ქრება. ფინალს იტალიასა და უნგრეთს შორის იტალიის გამარჯვებით 4-2 ერთი ცნობილი თეორია ახლავს თან. ფინალის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბენიტო მუსოლინიმ ფეხბურთელებს მოკლე შეტყობინება გაუგზავნა. გაიმარჯვეთ ან მოკვდით. ისტორიკოსები დღემდე კამათობენ, არსებობდა თუ არა ეს გზავნილი. სიმართლე დღემდე უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ იტალიამ ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და მსოფლიო ფეხბურთის პირველი დიდი დინასტია გახდა. სამი წარმატებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ხალხი შეპყრობილი ელოდებოდა ფეხბურთს, მაგრამ არსებობდა ერთი პრობლემა. მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება საკმაოდ რთულია, როცა მსოფლიოში მეორე მსოფლიო ომი მიმდინარეობს. ამიტომ ხალხს 12 წელი მოუწია ლოდინი და 1950 წელს მოხდა გრანდიოზული დაბრუნება. 12 წლიანი პაუზის შემდეგ ბრაზილიაში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სასაცილო შემთხვევა ინდოეთს უკავშირდება. წლების განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ინდოეთმა 50 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე უარი თქვა, მას შემდეგ, რაც FIFA-მ ფეხბურთელებს ფეხშიშველი თამაშის უფლება არ მისცა. მოქმედი ჩემპიონი იტალია კი ტურნირზე სრულიად განსხვავებული გუნდით ჩავიდა. ერთი წლით ადრე, 1959 წელს, მოხდა სუპერგას ავიაკატასტროფა, როდესაც ტურინის მახლობლად ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელსაც იმ პერიოდის ლეგენდარული გრან ტორინო გადახავდა. კატასტროფას მთელი გუნდი ემსხვერპლა, იმდროინდელი იტალიის ნაკრების ბირთვს სწორედ ტორინოს ფეხბურთელები შეადგენდნენ. იტალიელები იმდენად შეშინებულები იყვნენ ამ ფაქტით, რომ ბრაზილიაში თვითმფრინავით გამგზავრებაზე უარი თქვეს და გემით ჩავიდნენ. შემდეგი 54 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში ყველაზე შედეგიან მსოფლიო ჩემპიონატად ითვლება. ავსტრია-შვეიცარიის მატჩში 7-5 მორჩა. ტურნირის მთავარი ფავორიტი უნგრეთი იყო. მათ პუშკაშის, კოჩიშის და სხვა ვარსკვლავების დახმარებით 27 გოლი გაიტანეს. მოახერხეს ლეგენდარული დასავლეთ გერმანიის დამარცხება 8-3. ფინალში სწორედ ეს გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს და ყველა დარწმუნებული იყო, რომ უნგრეთი მოიგებდა მსოფლიო ჩემპიონატს. პირველად წუთში მენა გაამყარეს, 2-0 გახადეს, მაგრამ დასავლეთ გერმანიას სხვა გეგმები ჰქონდა. მატჩი შემოატრიალეს, 3-2 მოიგეს და ეს მოვლენა შესულია ფეხბურთის ისტორიაში როგორც ბერნის სასწაული. თუმცა კამათი დღემდე გრძელდება. მატჩის ბოლოს პუშკაშმა თითქოს ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ საჯმა თამაშგარი დააფიქსირა და გოლი გააუხმა. ვარი მაშინ არ არსებობდა, ამიტომ საბოლოო პასუხი დღემდე უცნობია. ამასთან ბევრის აზრით გერმანიის წარმატებაში დიდი როლი ითამაშა ადიდასმა. წვიმიან ფინალში გერმანელები ადიდასის ბუსებს იყენებდნენ, რომელსაც თურმე მოხსნადი საკეტები ჰქონდა. როდესაც მოედანი დასველდა, უფრო გრძელი საკეტები დააყენეს და სველ ბალახზე ბევრად უფრო უკეთ გადაადგილდებოდნენ. ამიტომ წლების განმავლობაში ხუმრობდნენ, რომ 54 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გერმანიამ კი არა ადიდასმა მოიგო. 58 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ხალხმა პირველად იხილა 17 წლის საოცრება პელე, პლეი-ოფში დუბლი შეასრულა, ფინალში შვედეთს 5-2 მოუგეს და 3 ჩემპიონატიდან პირველი მოიგო პელე. პელეს გვერდით თამაშობდა მის თანაგუნდელი მარიო ზაგალო, რომელმაც მოგვიანებით ისტორია დაწერა. გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი ჯერ ფეხბურთელის რანგში, ხოლო 12 წლის შემდეგ იგივე ტურნირი ბრაზილიის მთავარი მწვრთნელის სტატუსით მოიგო. მაგრამ აქ პელე არ ყოფილა ერთ-ერთი მთავარი გმირი. ეს იყო ფრანგი თავდამსხმელი ჟიუსტ ფონტენი. მან ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე 13 გოლი გაიტანა. ეს რეკორდი დღემდე არავის დაუმხია და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში კვლავ ერთ-ერთ ყველაზე დაუჯერებელ მიღწევად ითვლება. 62 წლის ჩემპიონატზე, რომელსაც ჩილე მასპინძლობდა, სულ რაღაც 2 წლით ადრე ჩილეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. 9.5 მაგნიტუდის, რაც დღემდე ყველაზე ძლიერი მიწისძვრა, რაც კაცობრიობას ოდესმე დაუფიქსირებია. ქვეყნის დიდი ნაწილი განადგურდა. ბევრი ფიქრობდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი სხვა გამ უნდა გადაეტანათ, მაგრამ ჩილეს მთავრობამ მაინც მოახერხა ტურნირის ჩატარება. აი 62 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ყველაზე მეტად ერთი მატჩის გამო დაამახსოვრდათ. სანტიაგოს ბრძოლა. მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე ძალადობრივი მატჩი. ჩილე იტალიას შორის მატჩამდე იტალიურმა პრესამ ჩილე ღარიბ და ჩამორჩენილ ქვეყანად მოიხსენია, რამაც ჩილე ძალიან გააღიზიანა. შედეგად თამაში ფეხბურთიდან თითქმის ქუჩის ჩხუბში გადაიზარდა.
მატჩი იყო 2 წითელი ბარათი, მუშტები, ჩხუბი, წიხლები, განზრახ უხეში ვარდნები, პოლიციის მოედანზე შემოსვლა. ერთ მომენტში პოლიციას ფეხბურთელების მოედნიდან ძალით გაყვანას კი მოუწია. ახლა კი გადავინაცვლოთ 66 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ფეხბურთი პირველად სახლში დაბრუნდა. ტურნირის ინგლისი მასპინძლობდა. სწორედ აქ მოიგო ინგლისმა თავის ისტორიაში ერთადერთი მსოფლიო ჩემპიონატი. მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, რამდენიმე თვით ადრე, ინგლისში გამოფენაზე გატანილი ჟიულ რიმეს თასი მოიპარეს. ფეხბურთელები და მსოფლიო შოკში იყო, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო უბრალოდ გაქრა. ფინალში ინგლისსა და დასავლეთ გერმანიას შორის დიდი სკანდალი და საკამათო ეპიზოდი მოხდა. ჰერსტმა დაარტყა, ბურთი ხალიხას მოხვდა, კარის ხაზთან დაეცა და უკან გამოვარდა. გადაკვეთა თუ არა ბურთმა მთლიანად ხაზი. საჯმა გოლი ჩათვალა. გერმანელები დღემდე ამტკიცებდნენ, რომ გოლი არ უნდა ჩათვლილიყო. ინგლისელები დარწმუნებულები არიან, რომ ბურთმა გადაკვეთა ხაზი. 60 წელზე მეტი გავიდა და კამათი დღემდე არ დასრულებულა. 66 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კიდევ რამდენიმე მიზეზით შევიდა ისტორიაში. ეს იყო პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელმაც ოფიციალური ლოგო და მასკოტი გამოიყენა. ამავე პერიოდში სამხრეთ აფრიკა მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთეს. იმ დროს ქვეყანაში აპარტეიდი მოქმედებდა, სისტემა, რომელიც ადამიანებს კანის ფერის მიხედვით ერთმანეთისგან ყოფდა და განსხვავებულ უფლებებს აძლევდა. FIFA-მ ეს პოლიტიკა მიუღებლად მიიჩნია და სამხრეთ აფრიკა ტურნირიდან გააძევა. შედეგად ქვეყანამ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა 26 წლის განმავლობაში ვერ მიიღო. და მხოლოდ 90-იან წლებში დაბრუნდნენ იქ. 70 წელს ისეთი ტრაგიკული არაფერი არ მომხდარა. მექსიკაში ჩატარდა, ბრაზილია კიდევ ერთხელ ავიდა მწვერვალებზე. ამ გამარჯვებით პელე ისტორიაში შევიდა და როგორც გითხარით, ბრაზილიის სათავეში იდგა მარიო ზაგალო, რომელმაც 58 წლის და 62 წლის ჩემპიონატი ფეხბურთელის რანგში მოიგო, აქ კი მწვრთნელის რანგში. თუმცა არა იყო ერთი შოკის მომგვრელი ფაქტი ჰონდურასსა და ელ სალვადორს შორის. ქვეყნებს შორის დაძაბულობა ისეაც არსებობდა. 69 წელს ორ ქვეყანას შორის სამხედრო კონფლიქტი დაიწყო და ისტორიაში ფეხბურთის ომის სახელით შევიდა. სალვადორის არმია ჰონდურასის ტერიტორიაზე შევიდა, ანუ სამხედრო მოქმედებები ოფიციალურად ელ სალვადორმა დაიწყო, დაიღუპა რამდენიმე 1000 ადამიანი და 100,000-ობით მოქალაქე იძულებული გახდა საკუთარი ქვეყანა დაეტოვებინა. ამ ჩემპიონატზე ფინალზე უკეთესი ნახევარფინალი იყო. იტალია და დასავლეთ გერმანია 90 წუთი ფრედ 1-1 დამთავრდა და დამატებით დროში 5 გოლის გატანა მოახერხეს. ეს მატჩი შევიდა საუკუნის მატჩის სახელით ისტორიაში. და ამ მატჩში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეპიზოდი ბეკენბაუერს უკავშირდება. მისი მხრის მძიმე ტრავმის მიუხედავად, მან მოედანის დატოვება ვერ შეძლო, რადგან გერმანიას ცვლილებები ფიზიკურად აღარ ჰქონდა. ბეკენბაუერი თამაშს გატეხილი მხრით აგრძელებდა, ხელი კი სპეციალური სახვევით ჰქონდა შეხვეული. ეს კადრი დღემდე მსოფლიო ჩემპიონატების ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლურ მომენტად ითვლება. 1974 წელს მსოფლიო ჩემპიონატი გერმანიაში ჩავიდა და მასპინძელმა 4 წლის წინანდელი იმედგაცრუება idеალურად გამოასწორა. ნიდერლანდების ნაკრები იმ დროს უძლიერესი გუნდი იყო, მაგრამ მოგეხსენებათ გერმანიას სხვა გეგმები ჰქონდა. აი, ახლა გადავიდეთ 78 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკულად დასამახსოვრებელი მსოფლიო ჩემპიონატი. იმ დროს ქვეყანას სამხედრო დიქტატორი ხოსე რაფაელ ვიდელა მართავდა. ბევრი ამტკიცებდა, რომ ხელისუფლება მსოფლიო ჩემპიონატს საკუთარი იმიჯის გასაუმჯობესებლად იყენებდა. სანამ მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში ფეხბურთს უყურებდა, ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიები, დაკავებები და ადამიანის გაუჩინარების შემთხვევები გრძელდებოდა. ყველაზე შოკის მომგვრელი ფაქტი ის არის, რომ ბუენოს-აირესში ფინალის სტადიონთან დაახლოებით 1 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა სამხედრო საზღვაო აკადემიის შენობა, რომელიც რეალურად ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საიდუმლო საპატიმრო და წამების ცენტრი იყო. იქ ათასობით ადამიანი ხოლმე დატყვევებული აწამებდნენ და ბევრი იქიდან ცოცხალი არ გამოსულა. გადარჩენილთა მონაყოლით პატიმრებს სტადიონიდან მომავალი გულშემატკივრების ყიჟინა ესმოდათ, როცა არგენტინა გოლს იტანდა, კედლების მიღმა ზეიმის ხმა აღწევდა, როცა რამდენიმე ასეულ მეტრში ადამიანებს აწამებდნენ. ბევრმა ისტორიკოსმა 78 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ყველაზე ბინძურ მსოფლიო ჩემპიონატად შეიყვანა ისტორიაში. ფინალში არგენტინა ნიდერლანდებს შორის ნიდერლანდელებს თავიანთი ტკივილის წაშლა სურდათ, მსოფლიო ჩემპიონატის მოგება უნდათ, თუმცა ეს წელი იყო წელი, როდესაც ჰოლანდიის ნაკრებმა მეორე ფინალი წააგო. ამ ყველაფერს კიდევ ერთი იდუმალი დეტალიც ემატებოდა. ნიდერლანდელების უდიდესი ვარსკვლავი იოჰან კრუიფი საერთოდ არ თამაშობდა მსოფლიო ჩემპიონატზე. ბევრს ეგონა, რომ პროტესტის ნიშნად არ გამოდიოდა არგენტინის მიმართ, თუმცა მოგვიანებით კრუიფი გამოწყდა და განმარტა, რომ რამდენიმე თვით ადრე მისი ოჯახის გატაცების მცდელობა მოხდა და სწორედ უსაფრთხოების მიზეზების გამო არ გაემგზავრა არგენტინაში. 82 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ესპანეთში ერთ-ერთი სახელწოდებით ხიხონის სირცხვილით დაამახსოვრდათ. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში დასავლეთ გერმანია და ავსტრია შორის გერმანიასაც 1-0 გამარჯვება აწყობდა და ავსტრიასაც. გერმანიამ სწრაფად გაიტანა და ამის შემდეგ ორივე გუნდმა ფაქტობრივად თამაში შეწყვიტა. ბურთს აგორავდნენ ესე უკან. ამანგარიშით ორივე გადიოდა შემდეგ ეტაპზე, ხოლო ალჟირი ჯგუფში რჩებოდა. გულშემატკივრების ტვენდნენ, კომენტატორები ამას პირდაპირ ფეხბურთის სირცხვილს უწოდებდნენ. ამ სკანდალის შემდეგ შეცვალა FIFA-მ წესი და დღემდე ბოლო ტურის მატჩები ერთდროულად ტარდება. ნუ შემდეგი 86 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მომენტები ყველას გეცოდინებათ, რაც მარადონას უკავშირდება. ერთი ღვთის ხელი, აშკარა ხელით გატანილი გოლი, მეორე საუკუნის გოლი
90 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩილე-ბრაზილიას შორის მატჩი ნახეთ რა მოხდა. ტრიბუნებიდან ფეიერვერკი ისროლეს, ჩილეს მეკარემ რობერტო როხასმა ეს სიტუაცია თავის სასარგებლოდ გამოიყენა. იგი მიწაზე დაეცა და აჩვენა, რომ თითქოს მაშხალამ სერიოზული დაზიანება მიაყენა. მოგვიანებით გაირკვა, რომ როხას ხელთათ მასში პატარა სამართებელი ჰქონდა დამალული და სახე თავად დაიზიანა, რადგან ბრაზილიელი გულშემატკივრების ბრალებულობა გამოჩენილიყო რა. თუ გამოძიება დაადგენდა, რომ მაშხალა მართლაც მას მოხდა, ბრაზილია შეიძლება დისკვალიფიცირებული ყოფილიყო. მაგრამ ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა კამერით დააფიქსირა. როხასის სამუდამოდ მოკვეთეს მსოფლიო ჩემპიონატიდან და ჩილეს ნაკრები მოიხსნა. ამ ჩემპიონატზე არგენტინა-ბრაზილიის მატჩის დროს ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ბრანკომ არგენტინელთა სათადარიგო სკამიდან წყალი დალია. მოგვიანებით ამტკიცებდა, რომ თაბრუსხვევა და სისუსტე დაეწყო. კიდევ უფრო სკანდალური ის იყო, რომ წლების შემდეგ თავად მარადონამ და არგენტინის წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ ბოთლში დამომშვიდებელი ნივთიერებები იყო გარეული. აი 94 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ალბათ ყველაზე ტრაგიკული მსოფლიო ჩემპიონატია რა. ამერიკის წინააღმდეგ მატჩში კოლუმბიელმა ანდრეს ესკობარმა საკუთარ კარში ავტოგოლი გაიტანა. რის შედეგად მისი გუნდი უბრალოდ ჯგუფში ჩარჩა. რამდენიმე კვირაში სამშობლოში დაბრუნებული ესკობარი ქალაქში სეირნობისას მოკლეს. ამ ამბავმა მთელი საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო. წლების განმავლობაში გავრცელებული იყო ვერსია, რომ კვლევა კრიმინალურ ჯგუფებსა და სპორტულ ფსონებს უკავშირდებოდა. ანდრეს ესკობარის სიკვდილი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა. მარადონასაც უკავშირდება ერთ-ერთი სკანდალი. ჩემპიონატი მან კარგად დაიწყო, თუმცა დოპინგ ტესტი ვერ გაიარა და ტურნირიდან მოკვეთეს. 98 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ბევრისთვის ორი სუპერვარსკვლავის დაპირისპირება იყო, ზიდანის და რონალდოსი, თუმცა ფინალამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა უცნაური რამ. რონალდოს მოულოდნელად ძლიერი შეტევა დაეწყო, გავრცელებული ინფორმაციით კრუნჩხვებიც ჰქონდა. ბევრი ფიქრობდა, რომ ფინალს ვერ ითამაშებდა, თუმცა მაინც ითამაშა, მაგრამ ჯობდა არ ეთამაშა. კი გეცოდინებათ, ამ ფინალზე ზიდანის ბენეფისი რა დიდი იყო. საფრანგეთში თამაშობდა დეშამიც, რომელსაც მოგვიანებით მსოფლიო ჩემპიონატის თასი მწვრთნელის რანგშიც აწია. აი 2002 წლის ბრაზილია გემახსოვრებათ, სამი ერი, რონალდო, რონალდინიო და რივალდო. ეს ტრიო პრაქტიკულად შეუჩერებელი იყო, ფინალამდეც მიისეინეს, მაგრამ ამ წელს სამხრეთ კორეა-იტალიის მატჩი საკამათო ეპიზოდები იყო. იტალიის გაუქმებული გოლი ფრანჩესკო ტოტის გაძევება სიმულაციისთვის. ამ სკანდალს უფრო ამძაფრებს ის, რომ საჯი ბაირონ მორენო 2012 წელს კონტრაბანდის საქმეზე დააკავეს. ეს არ ამტკიცებდა არაფერს, რა თქმა უნდა, მაგრამ ეჭვებს კიდევ უფრო აძლიერებდა. 2010 წელს ტურნირის სამხრეთ აფრიკაში კი ერთი საეჭვო გადაწყვეტილებით ახსოვთ, ლამპარდის მოპარული გოლი ინგლისი-გერმანიის მატჩში თითქმის ყველამ დაინახა ბურთი ხარიხას მოხვდა და გადაკვეთა ხაზი. გოლი კი არ ჩაითვალა. ხოაკ ინიესტას გასროლაც გემახსოვრებათ ფინალში და ნიდერლანდელების მესამე კოშმარი, მესამე წაგებული ფინალი. 74-ში, 78-ში და 2010-ში. აი რა ნაკრები ყავდა ჰოლანდიას, როგორ მიყვარდა კრუიფიც, ხულიტიც, ვან ბასტენიც, რაიკარდიც და აი თასის აწევა ვერ მოახერხეს. ნუ რას ვიზამთ, ესაა ფეხბურთი. აი კიდევ თუ გახსოვთ 2010-ში როგორც სულდა ტურნირის ბურთი. მეკარეები ამბობდნენ, რომ ბურთის მოძრაობის წინასწარ გამოცნობა შეუძლებელია. მიმართულებაც იწვრიდა, დარტყმისას არასტაბილური იყო, ადიდას ჯაბულანი ერქვა თუ სწორად მახსოვს. ჯოჯოხეთის ბურთი შეარქვა ზოგმა ესე პირდაპირ. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ლაპარაკის სურვილიც არ მაქვს, ჯერ ერთი მესის გამო და მერე ბრაზილიის გამო. როგორ მახსოვს ეგ მატჩი, გარეთ ვერ გავდიოდი, ყველა ძმაკაცი თუ უბნელი მაგას მაძახებდა უკნიდან. ნუ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არ ვიტყვი, ბევრ რამეს, ბაპეს ბენეფისი ვნახეთ. ან დიდი სიამოვნება მივიღე მაგ ტურნირით და დარწმუნებული ვარ თქვენს ფეხბურთის მოყვარულებმა. 2022 წლის ფინალი, რომელმაც ისტორია დაწერა. ამ წელს პირველად მსოფლიო ჩემპიონატი ზაფხულის ნაცვლად ზამთარში გაიმართა. კატარს ტურნირისთვის თითქმის ყველა სტადიონის თავიდან აშენება მოუწია, რასაც არაერთი პოლიტიკური და ეთიკური სკანდალი ახლდა. ზოგადად ამბობენ, რომ 6500 მუშა დაახლოებით მშენებლობის დროს დაიღუპა. და ეს ტურნირიც ფეხბურთის მოყვარულებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ტურნირი უნდა იყოს წელი. ისეთი ფინალი მივიღეს და ისეთმა კაცმა აწია თასი. და ბოლოს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი. აქ ჩდება რეალური კითხვა. უნდა იყოს თუ არა ფეხბურთი ესე ახლოს პოლიტიკასთან. FIFA-ს პრეზიდენტმა ინფანტინომ დაადასტურა, რომ მსოფლიო თასს დონალდ ტრამპთან ერთად გადასცემს გამარჯვებულს. ანუ ბევრს მართლა გონია, რომ პოლიტიკური შოუა უბრალოდ დღეს მსოფლიო ჩემპიონატი. როგორი შოუც იყო თეთრი სახლის ივენთი UFC-ში. ტრამპი, თეთრი სახლი, მისი დაბადების დღე, UFC-ს ივენთი, ამერიკელი, რა ვიცი. ამ ყველაფერს კიდევ დაემანტა არგენტინის გარშემო ატეხილი დიდი სკანდალები. ეგვიპტესთან სადავო მატჩის შემდეგ ეგვიპტელმა საჯობა გააპროტესტა და განაცხადა, რომ FIFA-ს არგენტინის და მესის ტურნირზე დატოვება სურდა. მატჩის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეგვიპტელმა ჩიფსების კომპანიამ მესის გამოსახულებიანი ჩიფსების წარმოება შეწყვიტა.
ასევე ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკანდალი. ამავე დროს არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია კიდევ უფრო სერიოზულ სკანდალში გაეხვა. FBI და ამერიკელი ფედერალური პროკურორები ფინანსურ ოპერაციებს იძიებენ. საუბარია $300 მილიონ მეტ თანხაზე, რომელიც საერთაშორისო სპონსორებიდან და კომერციული ხელშეკრულებებიდან იყო მიღებული და ამერიკული საბანკო სისტემის გავლით მოძრაობდა. გამოძიების ცენტრშია ფლორიდაში რეგისტრირებული კომპანია Tour Pro Denteri, არ ვიცი სწორად მომბობ თუ არა სახელს, რომელიც არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის საერთაშორისო კონტრაქტებიდან თანხებს აგროვებდა. გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ ამ კომპანიის ანგარიშებზე დაახლოებით 260 მილიონმა გაიარა. ამ თანხის ნაწილი ცნობილ პარტნიორებს უკავშირდება Adidas და Warners. თუმცა გამოძიებას კითხვები გაუჩნდა დაახლოებით $57 მილიონ, რომელიც სხვადასხვა კომპანიაზე და ფიზიკურ პირზე გადარიცხეს, რომლის ეკონომიკური დანიშნულება ჯერჯერობით ნათელი არ არის. ახლა FBI ცდილობს დაადგინოს, ხომ არ იყო ამ ოპერაციებში ფულის გათეთრების, საბანკო თაღლითობის ან გადასახადების დამალვის ნიშნები. გამოძიების ფარგლებში მოწმეების დაკითხვას დაიწყეს AFA-ის პრეზიდენტის გამოძიება ჯერ საწყის ეტაპზეა, რატომღაც ეხა დაიწყეს არგენტინის ფაილების ამოქექვა, 1 წელია დაახლოებით. ჯერჯერობით ამ ფინანსურ მახინაციებს მსოფლიო ჩემპიონატების მატჩებთან ვერ აკავშირებენ, მაგრამ არავინ არ იცის რა მოხდება. აქ კიდე ერთი თემაა წყლის შესვენებები. ოფიციალურად წყლის შესვენებები ფეხბურთელების ჯანმრთელობის დასაცავად დაწესდა, მაგრამ კრიტიკოსები ამბობენ და აჭირდება ამას კრიტიკოსები, ყველა ამბობს, რომ ამას მეორე მხარეც აქვს. და ხვდება ამას ყველა, რა თქმა უნდა. ზოგიერთ მატჩში წყლის შესვენება მაშინაც ინიშნებოდა, როცა ტემპერატურა დაახლოებით 25 გრადუსს ცდებოდა. ეს ისეთი სიცხე არ არის, სადაც ფეხბურთის თამაში შეუძლებელია. კლოპმაც კი პირდაპირ თქვა, რომ მსგავს ტემპერატურაში ფეხბურთს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში რეგულარულად თამაშობენ. ყოველგვარი სავალდებულო შესვენებების გარეშე. მსოფლიო ჩემპიონატი დღეს უკვე 90 წუთი აღარ არის, ეს არის ფული, პოლიტიკა, რეკლამა, ძალაუფლება, ტელევიზია და მართლა პოლიტიკურ შოუდ არის გადაქცეული თან ტრამპის ქვეყანაში. არგენტინის სკანდალები მართლა მაიჭვებს, იმედია არ ჩამოართმევენ არგენტინას მსოფლიო ჩემპიონობას და არ მოკვეთავენ წელს და ვნახოთ რა იქნება მომავალში, მაგრამ ფაქტია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატი იცვლება. ხო, მოკლედ სულ ეს იყო, ისიც რაც მინდოდა. ამ ვიდეოში მოგიყევით ბევრი სკანდალი, ბევრი ტრაგედია, ცოტა სიხარულის გაგიზიარეთ და იმედია ეს მსოფლიო ჩემპიონატი სანახაობრივად ჩაივლის და არ იქცევა სრულიად პოლიტიკურ შოუდ. იმიტომ რომ ფეხბურთი ხალხის თამაშია, ბევრს პირდაპირ მნიშვნელობით გულიც უჩერდებოდა, ისე გულშემატკივრებდნენ თავიანთ ქვეყანას და იმედია ჩემი გუნდიც აღორძინდება.